ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ, რომ ბუენოს-აირესში დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენით დატკბნენ. გამოფენა მოიცავს ფოტოებს მარადონას მძიმე ბავშვობიდან, ასევე ყველა კლუბის მიმოხილვას, სადაც მას უთამაშია და მის კავშირებს გართობისა თუ პოლიტიკის სფეროს ცნობილ სახეებთან. ასევე ერთი მთლიანი ოთახი გვხვდება, სადაც დამთვალიერებლებს ყურსასმენების მორგება და ეკრანებით სავსე კედლებზე ყველაფრის უფრო რეალურად აღქმა შეუძლიათ. ეს არის ძალიან ღრმა ტიპის გამოფენა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა ოთახში დაათვალიერონ დიეგოს ცხოვრების ამსახველი კადრები. აქ გვაქვს ერთი ოთახი, რომელიც დიეგოს სახლის ზუსტი იმიტაციაა. ასევე შეხვდებით მის მიერ მოპოვებულ თასებს, დიეგოს ნაცვალ ბუცებსა და მაისურებს. დიეგო არმანდო მარადონა ვილა ფიორიტოში დაიბადა, ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე ღარიბ უბანში. მარადონას საოცარი ნიჭი ბავშვობიდანვე გამოიკვეთა და მისი პროფესიონალური დებიუტი 15 წლის ასაკში შედგა. მარადონამ მსოფლიო პოპულარობა 1986 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა მექსიკაში, სადაც თავისი გამორჩეული თამაშით არგენტინას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. მისმა კრეატიულობამ, დრიბლინგმა და საოცარმა თამაშის სტილმა წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთში. მოედნის მიღმა მარადონას ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა. მისი მთავარი მტერი ნარკოტიკები იყო. ის 60 წლის ასაკში 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.